ცხადია მოვისმინეთ ყურად გამარჯობა, მოვისმინე ყურადღებით, მოვისმინეთ ეს ანონსი, ასევე ის კომენტარები, რომელიც გაკეთდა შეხვედრის შემდეგაც ბატონ ზვიად. აი რისი თქმა შეგიძლიათ აღნიშნული შეხვედრის გათვალისწინებით, რა არის თქვენი დასკვნა, რამდენად არის მზად ბიზნესი ახალი ინვესტიციების განსახორციელებლად, ხო, იმ სურათის გათვალისწინებით, რაზეც თქვენ საუბრობდით აღნიშნული შეხვედრის დაწყებამდე. დიდი მადლობა ჩართვისთვის. ძალიან მოკლედ გეტყვით, დღეს გაიმართა შეხვედრა ევროკავშირის საქართველოს ბიზნეს საბჭოს ინიციატივით. ჩვენი წევრი საბანკო სექტორის ბანკები, პროკრედიტ ბანკი და TBC ბანკი შეხვდა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს. პირდაპირ გეტყვით, რომ საერთოდ ზოგადად ყველგან და ყველაფერში დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. ამიტომ ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ ნახეთ, კომპანიები პირდაპირ კავშირზე არიან როგორც TBC ბანკთან, ასევე პროკრედიტთან, მაინც ესეთი ტიპის შეხვედრები, კონსულტაციები, საინფორმაციო მიმოხილვა მუდმივად საჭიროა როგორც ბიზნესისთვის, ასევე საბანკო სექტორისთვის. დღეს იყო ძალიან საინტერესო ამ შემთხვევაში დიალოგი, შედგა საინტერესო დიალოგი. საბანკო სექტორმა მიაწოდა ის პროდუქტები, რომელიც და ინიციატივები, რომელიც აქვს TBC-ს და პროკრედიტ ბანკს და მინდა გითხრათ, რომ საინტერესო ინტერაქცია იყო ბიზნესის მხრიდანაც. თავარი რაც არის და რაც აღსანიშნავია ის, რომ ორივე ბანკს აქვს საკმაოდ ისეთი, მე ვიტყოდი, სერიოზული განწყობა იმისა, რომ მცირე და საშუალო ბიზნესს გვერდში დაუდგენ და დაეხმარონ, თუ რაიმე სირთულეები გაჩნდება სამომავლოდ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. დანარჩენი იყო უბრალოდ მე ესე ვიტყოდით ინფორმაციის გაცვლა, რომელიც მე ვფიქრობ ძალიან საინტერესო იყო და შევთანხმდით იმაზე, რომ ასეთი ტიპის შეხვედრა გაიმართება სადღაც დაახლოებით რამოდენიმე თვეში, ივნისში, სავარაუდოდ, სადაც უფრო ფართო მასშტაბით ჩავატარებთ და არა მარტო TBC და პროკრედიტი იქნება მოწვეული, არამედ სხვა ბანკები, რომელიც აქტიურად არიან წარმოდგენილი საფინანსო სექტორში. ბატონ ზვია, დღეს გამოქვეყნდა საქსტატის მიერ ეკონომიკური ზრდის მონაცემი 2024 წლის დეტალურ ანგარიშზე საუბარი, რომლის მიხედვითაც გასულ წელს საქართველოს ეკონომიკა 9.4%-ით არის გაზრდილი, 15%-იანი წილი აქვს ვაჭრობის სექტორს, მეორე ადგილზეა უძრავქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა 9.9%, მესამეზე დამუშავებული მრეწველობა 9.3%. თქვენ ამ შეხვედრის დაწყებამდე საუბრობდით იმის შესახებ, რომ ერთი რა იწერება ფურცელზე, ხოლო მეორეა რა არის რეალობა და როგორ არის შესაძლებელი, რომ ხელისუფლება მისი გადაწყვეტილებები დაეხმაროს იმ რეალობას, რომელიც არის ახლა ქვეყანაში, ხო, კრიზისი, რაზეც თქვენ არაერთხელ გისაუბრიათ და როგორ უშლის ეს რეალურად ხელს ევროპული ინვესტიციების შემოტანას. აი ამაზე რისი თქმა შეგიძლიათ კონკრეტულად ჩვენი მაყურებლისთვის? იცით რა არის, პირველ რიგში, ჩვენ მუდმივად სულ ვაპელირებთ იმაზე, რომ აი თქვათ რეიტინგებში საქართველო არის თქვათ მოწინავე რიგებში. ეს ძალიან კარგია თავისთავად. ასევე საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ციფრები, კარგია, რომ ციფრები აჩვენებს დაუშვათ ერთ მხარეს, მედლის ერთ მხარეს, მაგრამ არის მეორე მხარე, ნახეთ, როგორ აისახება ის ჩვენ საზოგადოებაზე და მოსახლეობაზე. აი ბოლო 20 წელიწადი რა მდგომარეობა გვაქვს, ნახეთ, სტატისტიკურად პირობითად ვიძახი, მაჩვენებლები არის დამაკმაყოფილებელი, მაგრამ ჩვენ მაინც ვერ ამოვედით იმ ზღვარიდან, რასაც ჩვენი საზოგადოება, რომელსაც ქვია სიღარიბის ზღვარი, ხო? ნახეთ, 670,000, 700,000-მდე დაახლოებით ეს არის სოციალურად დაუცველი, უფრო მეცაა განაცხადი შეტანილი სოციალური დაუცველი სტატუსზე, ავიღოთ საშუალო ხელფასები და ავიღოთ პენსიები. ეხლა თუ ჩვენ მანდამაინც პარლამენტარის ხელფასს თუ ავიღებთ, რა თქმა უნდა, დავინახავთ, რომ ძალიან კარგია, როცა ესეთი ხელფასია, მაგრამ შევადაროთ ის ჩვეულებრივი მოქალაქის ასაკოვანი ადამიანის პენსიას, არა? როგორ შეიძლება პენსია იყოს პირობითად 350-400 ლარი და ხელფასი იყოს 10-12,000 ლარი პარლამენტარის. წარმოუდგენელი. ამიტომ ნახეთ როგორ არის ზოგადად მაჩვენებლები არის დამაკმაყოფილებელი, თუ ავიღებთ რაც იწერება ზოგადად სტატისტიკა რასაც ქვია, მაგრამ ცხოვრების დონე და მოქალაქეების და საზოგადოების ყოფა სამწუხაროდ დიდად არ უმჯობესდება.
თუ ავიღებთ პროცენტულად, შეიძლება ესე ავიღოთ, ნახეთ, 80% არის შეჭირვებული ჩვენ საზოგადოებაში, შეიძლება სადღაც თქვა 10, 12, 13% არის, საშუალოდ დავარქვათ, საშუალო მდგომარეობაში მყოფი მოქალაქე და სადღაც 5-6% არის მდიდარი და ძალიან მდიდარი. ეს არ არის ის, რაც ჩვენ გვინდა დამოუკიდებლობის 34 წლის თავზე. გაცილებით მეტი საშუალება არის იმისა, რომ ჩვენი საზოგადოება განვითარდეს და აი აქ არის სწორედ მთელი ვთქვათ ესეთი ნახეთ გამოწვევა, რომ როგორ ვაპირებთ ჩვენ აი ამ ვითარების და ქვეყნის ეკონომიკური უკეთესობისკენ წინსვლას და განვითარებას. თუ ჩვენ ევროპულ გზას ზურგს შევაქცევთ, ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებს ზურგს შევაქცევთ, არ გვექნება სამოქალაქო საზოგადოება, არ იქნება ინსტიტუციები, მე სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ვიძახი, არ გვექნება ინსტიტუციები ისე, როგორც ამას მოითხოვს, ნახეთ, ევროპული და ამერიკული დემოკრატია, ჩათვალეთ, რომ ჩვენ მხოლოდ ესე სტატისტიკის ფუნქციაში დავრჩებით. გვექნება ციფრები ფურცელზე და გაუმჯობესებული ვითარება, სოციალური ვითარება საზოგადოებისთვის იქნება ძალიან მძიმე. და მარტივი კითხვაა, ნახეთ, რატო ამდენი 10,000-ობით და 100,000-ობით კაცი გასული ქვეყნიდან საზღვარგარეთ სამუშაოდ. აი ეს არის ყველაზე მთავარი კითხვა და ამოსავალი, ნახეთ, რატო ამ რაოდენობის ადამიანი გასული და ეს კი არ მცირდება ეს რაოდენობა, კი არ ბრუნდება ის ხალხი, ვინც დროებით არის წასული ემიგრაციაში, რომ თავის ოჯახები შეინახოს და თქვათ თავისიანებს თქვათ თანხები გამოუგზავნოს ემიგრაციიდან. არა, ეს პირიქით უფრო იზრდება. ამიტომ ჩვენ ეხლა ვართ საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ამ ვითარებას თუ გავითვალისწინებთ და მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ახალი თაობა, ახალგაზრდობა შევინარჩუნოთ, გავაკავოთ ქვეყანაში, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი გენოფონდი, რომელიც შექმნის დამოუკიდებელი ქვეყნის პერსპექტივას და მომავალს. ბატონ ზვიად, თქვენც საუბრობდით და ხელისუფლება ხშირად საუბრობს ჩინურ ინვესტიციასთან დაკავშირებით, ხომ და ეხლა ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობის დაწუნება, გამართული ეკონომიკური ურთიერთობის მართლა არ გამიგია არავისგან, რომ აი ცუდია ეს და ასე შემდეგ. ანუ პირიქით, ხო, რაც მე ქვეყანასთან იქნება კარგი ეკონომიკური კავშირები, ეს სასარგებლო არის ჩვენი ქვეყნისთვის. მაგრამ აი თუნდაც იმ პრიორიტეტის გათვალისწინებით, შესაძლო პრიორიტეტის, რაზეც აქვს აქცენტი ბოლო პერიოდის განმავლობაში ხელისუფლებას, მათ თავის დროზე ისაუბრეს 6 მილიარდიან ინვესტიციაზეც არაბული ქვეყნიდან. მათთვისაც არის თუ არა სიგნალი ის, რაც ხდება ქვეყანაში და ის სურათი, რაც თქვენ აღწერეთ, ხო, სტრატეგიულ პარტნიორთან შეწყვეტილი ურთიერთობა, არანაირი მსხვილი ინვესტორი, ევროპული ინვესტორი ბოლო წლების განმავლობაში, ამაზე რისი თქმა შეგიძლიათ? ვიცით რა არის ზოგადად ნახეთ ორმხრივი ეკონომიკური ვაჭრობა, ასევე როგორც პოლიტიკური კონტაქტები ორმხრივ ფორმატში ყველა ქვეყანასთან არის აუცილებელი და ჩვენ პირობითად თუ დიპლომატიურად ვიტყვით ესე, მომხრე ვართ, რომ ნებისმიერ პარტნიორთან ეს აღმოსავლელი იქნება თუ დასავლელი, კონდეს ორმხრივი ურთიერთობა ეკონომიკური, პოლიტიკური, რა თქმა უნდა, წარმატებული და ძლიერი. მაგრამ აქ ერთი თემაა, ნახეთ, ძალიან ნიშანდობლივი, რომელიც მმართველმა პარტიამ უნდა გაითვალისწინოს. ჩინელები და არაბული სამყარო და ყველა ის ქვეყანა დაწყებული ინდოეთიდან დამთავრებული, რა ვიცი, რომელი ერთი ჩამოგითვალოთ, ყველა ქვეყანა ორიენტირებული არის სწორედ თავარ ღერძზე ურთიერთობების. ეს არის ევროპული განზომილება, რომელთანაც მათ უნდა ჰქონდეთ ძალიან კარგი და აქტიური ურთიერთობა, ანუ ევროკავშირის სივრცე, ევროპული სივრცე და ამერიკელები. ნახეთ, თქვენ როგორ ფიქრობთ, არაბულ სამყაროს არ აინტერესებს ვაჭრობა, თანამშრომლობა ევროპულ სივრცესთან? ანუ სტაბილური პოლიტიკური გარემო და პროდასავლური კურსის განვითარება, ამაზეა მოთხოვნა მათი მხრიდანაც, ხო ბატონ ზვიად, ამაზე? რა თქმა უნდა, აბსოლუტურად, როდესაც ისინი დაინახავენ, რომ შენ არ აქვს კომუნიკაცია ფაქტიურად ევროპელებთან, არც ორმხრივ ჭრილში, არც მრავალ მხრივში, ხო? ევროკავშირთან საერთოდ გაუგებარი ჩემთვის წარმოუდგენლად რთული ვითარებაა შექმნილი და შეხედეთ ამერიკელებთანაც ვინ საუბრობს დღეს ამერიკელებთან? ვინმე საუბრობს? მე როგორც ვიცი, ელჩი აღარ არის.
ვინ ესაუბრება დღეს ამერიკელებს? და სიმართლე გითხრათ, მარტო ლობისტებით საქმე მართლა არ გამოვა. არა, სახელმწიფო უნდა ესაუბროს თავის სტრატეგიულ პარტნიორს და ნახეთ რა მივიღეთ ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტი პრაქტიკულად გავაუქმეთ და შევწყვიტეთ ამერიკელებთან, როდესაც სომხეთმა სულ რამოდენიმე ხნის წინ ხელი მოაწერა ანალოგიურ დოკუმენტს. აი მითხარით ეხლა აბა როგორ შეიძლება ეს დაალაგდეს? რითი შეიძლება ეს აიხსნას და რატომ მივედით საერთოდ ზოგადად აი ამ ვითარებამ? აი ეს ყველაფერი მოქმედებს ეკონომიკაზე. ნახეთ, ძელვადიანი ამ შემთხვევაში პროგნოზი იქნება რთული, თუ ჩვენ ეს ურთიერთობები უახლოეს პერიოდში ძალიან სწრაფად არ დავალაგებთ. აი ეს არის მთავარი ამოცანა, რომ ეს ურთიერთობები დაალაგდეს როგორც ამერიკელებთან, ისე ევროპელ პარტნიორებთან. სიმართლე გითხრათ, არავინ არ არის წინააღმდეგი ვაჭრობა ჰქონდეს ჩინეთთან, კომუნიკაცია ეკონომიკური მიმართულებით თქვათ, იგივე არაბულ სამყაროსთან, ინდოეთთან და სხვა ქვეყნებთან. რაზე აქვს საუბარი? ცენტრალურ აზიაზე და ასე შემდეგ და რეგიონში ყველასთან უნდა გქონდეს შენ ურთიერთობა დაბალანსებული შენი სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე. აი ეს არის ყველაზე მთავარი, მაგრამ იცით რა აიკვეთება? ჩვენი სტრატეგიული ინტერესი არ ჩანს აი ამ ქმედებებში. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც საერთო ჯამში ავნებს ეკონომიკას, საინვესტიციო კლიმატს და რა თქმა უნდა ინვესტორს, რომელიც ინვესტორი კი არა, სწორედ გამიგეთ, ჩვენ ვერ გავერკვიეთ, რასთანა გვაქვს საქმე და ეხლა ინვესტორმა რა უნდა გაარკვიოს, თქვათ, გააქვს კომუნიკაცია ევროპულ სივრცესთან, ევროატლანტიკურ სივრცესთან, ყავს სტრატეგიულ პარტნიორად ამერიკელები თუ არ ყავს, მიხვდით რა ხდება, ეს ხო კატასტროფულად დამაზიანებელი არის. ამიტომ გვაქვს ჯერ კიდე არის, ნახეთ, მერწმუნეთ, შეცდომები დაშვებულია, ამაზე ორი აზრი არ არის, მაგრამ გამოსწორების უფლება და საშუალება ჩვენ გვაქვს. დიდი მადლობა. მთავარი ამოცანა ჩვენი საზოგადოების არის, რომ გამოვიდეთ აი ამ ძიმე ვითარებიდან, როგორც არის საქართველოს დღეს. დიდი მადლობა ბატონ ზვიად, მადლობას გადაგიხდით და